სვლა უეცრად გადავწყვიტეთ. ავიყარეთ და სხვა ლტოლვილებთან ერთად გაურკვეველის მოლოდინში დავტოვეთ თბილისი. გზაში გავიგეთ, რომ იქ სულ სხვა ახალი ცხოვრება დაიწყო, რომ ძალაუფლება მუშათა და გლეხთა საბჭოებმა მოიპოვეს. თავწინ ისევ თბილისი მედგა, რა ბედნიერი ყოფილვარ წინეთ. მომავალი კი უიმედოდ მესახებოდა. ჩემს მწარე ფიქრებს მამის ავადმყოფობა დაემატა. გზავრობას მხოლოდ გივი მიმსუბუქებდა, მის გვერდით მაინც ბედნიერად გვწნობდი თავს. გზამისე დაქანს ავადმყოფი მამაჩემი, რომ იძულებული გავხდით, ლტოლვილები ჩამოცილებულიყავით და პატარა პროვინციულ ქალაქში გვეძებნა თავშესაფარი. გივის დახმარებით ჩამოსვლისთანავე მოვნახეთ ბინა. დასასვლელად აბერგებულ ღვინის მეწარმეს მატარებელში ადგილი დაუთმეთ, მან კი სამაგიეროდ თავისი ბინა დაგვიტოვა. იმ კაცისთვის მაშინ არც კი მიმქცევია ყურადღება. რა ვიცოდი, რომ სულ მალე კვლავ შევხვდებოდი. რომ ეს ადამიანი ღრმა კვლავს დაამჩნევდა ჩემს ცხოვრებას. შემოგბრძანდით. აქ მოისვენეთ. რატომ დასტოვა ბატონმა ბეროშვილმა აქაურობა? ამ ქალაქში ყოფნა, ვფიქრობ, საშიში არ უნდა იყოს. აი, ჩვენც ვაპირებდით საზღვარგარეთ წასვლას, მაგრამ გონებ უკეთესიცაა, რომ ავად გავხდი. კარგ დღეს კი დააყრდენ, რომ დარჩენილიყო. ქარხანას მაინც ჩამოართმევდნენ. საუზმეს მოგართვეთ. მინოხერია, გარემს რომ ამწრე. რა მოხდა? რატომ დაბრუნდი? შემომაგდეს მადარებლიდან. ახლა აღარავის გირდები.
მოხარული ვარ რომ დაბრუნდით. მეც თითქოს უკეთ ვგრძნობ თავს. დიდად მადლობელი ვარ თქვენ, დიდად. იშვიათი ყურადღება გამოიჩინეთ ჩვენთან. კარგად მოვეწყვეთ. მაგრამ თუ გნებავთ ხვალვე და გიცრით ბინას. ძალიან კარგად მოიქეცით რომ დაბრუნდით. ან სად უნდა წასულიყავით? ვისთან? ვის უნდივართ უცხოეთში? ასე არაა ირინე? სხვები სად არიან? თქვენი ნათესავი ჯარს გახვა. აი ჩვენც არ ვიცი რატომ წამოვედით ქალაქიდან. იქნებ სხვებს ჰქონდათ სერიოზული მიზეზები, მაგრამ ჩვენ გონი ავჩქარდით. გონი შევცდით. ხელისუფლება გამოიცვალა, განა ხალხი, ხალხი იგივე დარჩა. ასე არაა ირინე? რა ამბავია გარეთ? რა ხალხია? რა გვინდაო ამოიდგი ენაშე ცოდვისვილო შენ? დროშები გამოუტანია და დადიან. ხიარულობენ. რა უხარიათ კითხე მათ? ვიღაცა ტინგიცა ბიჭი იჭაჭებოდა. ახალი ხელისუფლება მოვიდაო. გათავდა ყველაფერი. სიმონ ბატონო, ჩამობრწანდი? კაცო, იმურკას ვინოს, რა უყოთ? მე რა მასკო ჩამოსასმელიაო და 2 დღე არ გამოჩენილი. დაიწმინდა ღვინო? დაიწმინდა ვა? ქარვასავითა. ჩამოასხიგოთ? კი ბატონო. აბა პატრონის სასწავლებლოს კი არ დაელოდება, ვინო? ყველაფერს თავის ტესტი. დავით, ისმე. ერთი მერაბ ზამიძახენ. ამოვიდეთ ჩემთან. კი ბატონო. გამარჯობა ბატონო სიმონ. რაშია საქმე კაცო? თქვენზე ადრე უნდა მოვდიოდეს სამუშაოდ, სხვები სად არის? ნესტორს გაუმარჯოს.
რა არის ახლა ეს? ზოგიერთი პარტიაში შემოსვლით ფიქრობს პირადი მდგომარეობის გაუმჯობესებას, სხვადასხვაგვარი კაპიტალის შეძენას. ასეთებისათვის ჩვენი პარტიის კარები მაგარი რაზებით უნდა იქნეს ჩაკეტილი. რა იციან ახლა რისთვის მინდა პარტია? ჭირდება ალბათ თუ შევდივარ. გამარჯობათ. გამარჯობათ ბატონო გიორგი. გამარჯობათ ქალიშვილო. ხარ მოიწინეთ ჩვენს პროვინციაში. მოგდიეთ ბატონებო, ჩვენი სიამაყე გედეონ არაფიცე. გასიზამ, თავზევით ძალა არა. მუშაობ აგერ ჩემს ყოფილ დუქანში. მოგდიეთ, მე უნდა გავიქცე. ბოლო არ უჩამს შემსწვალებას. მთელი ქალაქის საქმეები ჩემს ქისეზეა. გაიქეცი ბიჭო, თორემ დაიქცა უშენოდ ქვეყანა. ხომ არ შემოგძანდებით? რამდენი წიგნი გქონიათ, ბატონო გედეონ? დიახ. სახელდობ რა გაინტერესებთ? სიტყვა კაზმული თუ სხვა რომელიმე დარგის შრომები? ნუ შესუხდებით, თვითონ ავირჩევ. შესანიშნავი მწერალი გახლავთ ალფონს დოდე. გარდა ამისა, ის ჩვენი ნიკო ნიკოლაძის პირადი მეგობარი იყო. თვით ბატონი ნიკოსაგან გამიგია. ბატონი ნიკო ნამყოფია ჩემთან. როგორ არის? აი მისი პორტრეტი. ჩემი გადაღებული. სასარგებლო სახალხო მუშაკს გედეონ არაბიცეს სახსოვრად. ეს კი ჩვენი სასვება აკაკის პორტრეტია. არც მანითაგილა და საკუთარი წარწერით დაამშვენა სურათი. ჭეშმარიტად ბედნიერი ვარ ამით. თუ საწყენად არ დაგირჩებათ, ვისთან მაქვს პატივის საუბრისა? გიორგი თუხარელი, ნაფიცი ვექილი. ჩემი ქალიშვილი ირინე. გულწრფელად მოხარული ვარ. მამა, მე დაგტოვებ. კი, შვილო. ნახვამდის. ნახვამდის. ნაფიცი ვექილი. მახსოვს, როგორ არა. მეტად თამამის სიტყვა წარმოსთქვით მუშათა დემონსტრაციის მონაწილეთა დასაცავად. მოხარული ვარ. ერთი სტუდია. შემოირინე. ცხოვრება ყველგან შეიძლება. ადამიანის სული ღრმა პროვინციაშიც იშოვის საზრდოს. ამგვარად ამხანაგებო ჩვენი სახელმწიფო ჩაგრული ხალხის განმანთავისუფლებელი. დღეს ქვეყნად ორი სხვადასხვა ტიპის სახელმწიფო არსებობს. ბურჟუაზიული და პროლეტარული. ეს ახალი ტიპის სახელმწიფო პროლეტარული რევოლუციის შედეგია. ამხანაგებო საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ მუშათა და გლეხთა მთავრობას. ვინაიდან მუშების ინტერესებში არ შედის ყლეფა და სხვების დამონება. საბჭოებმა სრული დამოუკიდებელი ცხოვრების უფლება მიაინჭა პატარა ერე. საბჭოთა რუსეთი მტკიცედ დაიცავს საქართველოს დამოუკიდებლობას. იმ საქართველოს, რომელსაც მრავალი საუკუნის სახელოვანი ისტორია და კულტურა. როცა ჩვენ კომუნისტები ვამბობთ, რომ დღესასწაულობთ საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, ამით ვადასტურებთ, რომ ვცნობთ ახალ ტიპ სახელმწიფოსაც. საბჭოთა სხვათა შორის და რომ მხოლოდ ეს ლოგიკურად ორჟელობს ეს ხმაწვილი. მიგვაჩნია რომელი ხალხის და ადამიანის განმანთავისუფლება. ვერაფერი გავიგე. რა ხდება? ვინ არის მართალი? რა ელის საქართველოს? ერთი ჩემი რჩევა შეისმინეთ ძვირფასო ქალიშვილი. უჩემოდ ნუ მიხვალთ, მე ვახშეს. თუ რაიმეს დაგირავება დაგჭირდეთ, გამაგებინეთ. ან კი რა გრჯით, ბატონო? საინტერესოა,
რა ნივთი მიიტანეთ? გამარჯობათ. გამარჯობათ. სასიამოვნოა თქვენი ნახვა, ბატონო სიმონ. თუ შეიძლება. შესანიშნავი რამ არის. პარიზში თუ ლონდონში ვიყიდე ანტიკვართან. ძველებური ინდური კერპი გახლავთ. თუ შეიძლება მომეცით ხოლმე. მაშ ქარხნის გაფართოებაზე ზრუნავთ. არა? ისევ თვლით თითქოს ეჩუქნოთ, ბატონო. არ ყოფილა დასაწუნი ახალი წყობილება. ამ ხელისუფლების საწინააღმდეგო მე რა მაქვს, ოღონ ჩემი საქმე გაკეთდეს, ბატონო. მე პოლიტიკაში არ ვერევი. მართალია ცოტას მამლაყინწობენ. მაგრამ პირველ ხანებში ეპატიებათ. სასიამოვნოა, რომ კვლავ საყვარელი საქმით ხართ გართული. უსათუოდ ვინახულებთ თქვენს ქარხანას. გამარჯობათ. სალამი. გთხოვთ. რახან ასეთი პატივი დამდეთ? ვერაფრით გაგაკვირვებთ, მაგრამ ნუ დაიზარებთ, მობრძანდით, ინახულეთ ჩემი შრომის ნაყოფი. გთხოვთ. შენი სტუმრები ვართ, ჩემო მერაბ. ჩვენი აგრონომი გახლავთ, მერაბ თაბაგარი. კარგი, სასიამოვნო კაცი. აბა შენი ციდა შენმა ვაჟკაცობამ რა მასპინძლობას გაგვიწევ, ჩემო მერაბ. გამობძან. მოგეხსენებათ ჯერ სეზონი არ დამდგარა. მალე კი შემოდგომაზე აგუგუნდება აქაურობა. მეც არ ვემდური, მაგრამ 1000-ნაირი ხელი შეშლამავ. დღე ერთია და 2-3 განკარგულება მომდის ქალაქის საბჭოთა და პროფკავშირიდან. მუშების ხელფასიო, შრომის დაცვის წესებიო, ტარიფიო და რა ვიცი, ბატონო. ისე გამოდის, მე უნდა ვემსახურო ჩემს ფიზებს, გაგიძები, მაგრამ არა ვსწავლ. ანდათან შეიქნებენ. ქალიშვილო, იმ დღეს რომ გამოგართვით, ესა ვიღე გირაოში. ინებეთ. დიდად დამავალეთ, რატომ შეწუხდით? კაცი კაცს უნდა გამოადგეს რამეში, ბატონო. როცა დაგჭირდებათ, ნუ მომერიდებით. მითხარით. მე ვახშემ დანდობა არ იცის. ეს მისი წესია. მე კი ვერ გამიბედავს. მამა, ბატონ ბეროშვის ჩვენი კერპი დაუგირავებია. რატომ? ხომ გვაქვს გარკვეული თანხა? შემიძლია სამსახურიც დავიწყო? Мне все равно. ბატონო სიმონ. ბატონო სიმონ. ისმენთ, ბატონო. თქვენი მდგმურის სახელზე დებეშა.
ზემოთ შევდე. რა ეს ხეთვით რო შემოვარდი. ვერ დააკაკუნე? რა მოხდა შეგალო? არ მინახავ ხარ ასე ამნაირად თუ? რას გკუსავ მაგ თვალებს? სარში ყო სახში გეყოლება და იმას ეღლაბოცე. საქმეზე მოვედი. დღეს შენებურად უნდა დამიტრიალდე. ერთი პატივსაცემი უცხო სტუმარი მეწვევა და აბაშენიცი. გემრიელად. კარგი ჭურჭელი რომ აქვს ის გამოიტანე. ვერცხლის დანაჩანგალი, ბროლის ჭიქები. ის შემი მდგმურიც დაიხმარე. რჩევას მოგცემს რამე. როგორმე ჩვენს მოახერხებთ. ხო, კაი, ახლა შეხალო. საწყენად კი არ მithქვამს. აბაშენიცი და შენ მაქალობამ. რა მარიფაც გამოიჩენ. ბატონებო, ექსტრად სანამ უცხო სტუმარი მოგზადებოდეს, გთხოვთ ყველას. ჩვენს ძვირფას კატოს გაუმარჯოს. ამ დიდი საქმის შეუდარებელოს და ჩვენი მადლობა და გამარჯვება. იცოცხლე ჩემო კატო, სულ ბედნიერად გაგზავნებოდა. ბრავალ ჯავიერ. იცოცხლე სოვილეს უპატიოსნეს ადამიანს ჩვენს ძვირფას სტუმარს ბატონ გიორგის გაუმარჯოს. თქვენი კულტურა, თქვენი ნათელი გონება ბევრს შემატებს და შეძენს, ბატონო, ჩვენს პატარა ქალაქს. უაღრესად განათლებული ადამიანი ბრძანდებით. თქვენთან უბრალო საუბარიც კი სიამოვნებას მოგვრისკათ. მამასავით შემაყვარა თავი ამ კაცს. სიმონ, თხოვენ. ეს რა კარგი ამბავი გავიგე. სულითა და გულით ულოცავ ძვირფას ირინეს 18 წელს.
უსურვებ ჯანმრთელობას და კარგად ყოფნას. ნანა, მარინე, გიორგი, მაგდა. ალბათ გულმა მიგრძნო, მოკეთეები რომ მოვიწვიე. სოდვაც იქნებოდა ასეთ სასიამოვნო დღეს. სასიყვარულოდ არ შევხვედროდით ერთმანეთს. შვენიერება მხოლოდ სიკეთისა და სინათლის ნაყოფია უთქვამს რენანს და აი აქ ამ სუფრაზე ვწმუნდებით მისი სიტყვების ჭეშმარიტებაში. მადლობა. ჯანმრთელად ბედი კარგად. მადლობა. გაცოცხლეინე. მადლობა. ხო, ეხლა ამისა. არა უშავდა. ვაპატიეთ ასეთი საჩუქარი და გთხოვთ. ეს ჭურკელი თავისი შემადგენლობით მიიღოთ ჩვენგან პატივისცემის ნიშნა. უკეთესი ხელი ამას ვერც დაიჭერს. ამასაც მედი გონია, ბატონო. აბა ბატონებო, გამოვიდა ხინი. ვენასვალე, ჩემი ბედის ვარსკვლავ, კაცი გავხდი, ქვეყანაში გამოსაჩენ. ასე არაა, ჩემოკეთილო. იქნება ამ გრიგალმა იმიტომ გადაგვიარა, რომ ბედი გვეცადა, შენც, მეც. ასე არაა, შენს ლამაზ აღარაც ვენასვალე. სანამ აქ მეგულებით მინდა ცოტა რამ ვისწავლოთ თქვენგან, იქნება მეც მომეწყოს რამე ბატონო. შიტის რძი არ მოაკლდება, შიტის რძე. ზეთუნახავი რომ არ შენახულა, ბროლის კოჩი ისევა ცხოვრა. ამიტომ გარბი ხარ. სიმონმა შეგეშინა. ბავშვი ხომ არა ხარ. ისე წინათაც ვქნები, რომ ბეროშულს თვალი ეჭირა შენზე. მიამეტი ყოფილ. დიდი ხანია გითვალთვალებთ და გელოლიავებთ შენზე მამაშენ. ტყუილად თითცაც არ გაანდრევს. სადმე სხვაგან გადავით? ბიბლიოთეკაში ან კლუბში იმუშავე? არა უნდა წავიდე. დიდი ხნის ნატრამის რო ისევ თბილისში ვარ. თითქოს ტყვეობას დავახწიე თავი. აქ ყველაფერი ნაცნობი იყო ჩემთვის და მაინც ყვანაირი, ცნაურად გამოცვლილი. იმის განცდა რომ სავსები ჩემ თავს ეკუთვნოდის სიხარული და სიამაყით მივსებდა გულს. წმენა რომ ყველაფერი კარგად მოეწყობოდა თანდათან მემატებდა. ვერავით არის სიზნელე ვერ შემოჩერებდა, თუნდაც იმიტომ, რომ აქ გივი მეგულებოდა. მისი წერილებიდან ვიცოდი, რომ დიდი ხანია დაბრუნდა თბილისში. გრძნობდი, რომ ამიერიდან იწყებოდა ჩემი ახალი ცხოვრება. ჯერ კიდევ გაურკვეველი თავისი მომავლით, მაგრამ მაინც საიმედო. ირინე. გადაიკარგე შიგნსა. მოგწამდი.
მაგდა რომ არა სახში? სამსახურშია? მთელი დღე გამომცემლობაშია. შენ სად მუშაობ? მე დღეს ჩამოვედი. მამა როგორ არის? მადლობა, კარგი. მოვძანდი. არა, სხვადასხვა გამოვივლი, ჩვენი გოგოები მინდა ვნახო. ეხლა ვის ნახავს სახში შვილი? ყველა სამუშაოსი, შრომობენ, სწავლობენ. მამაკაცებს ეჯიბრებიან საქმეში. ნახავთ. კარგად იყავი. შენი მუშაობ? რა უნდა გააკეთო? რა შეგიძლია? რასაც სხვები აკეთებენ. მაგდა, მანანა, ლალი. სხვები დაღამებამდე კრებებს მართავენ. გმობენ ყველას და ყველაფერს. მომავლის გეგმებს ატყობენ. ამჟამად კი შიმშილისაგან კუჭი უხმებათ. სახელმწიფო გამომცემლობა. რა გულუბრყვილო ყოფილიყარ ჩემო ირინე. ნუ თუ გონია მართლა სიხარული ჩემო გეგებებიან. მოგრძანდი ჩემო ძვირფასო ამხანაგო. ჩვენ სახელმწიფო გამომცემლობაში. ირინე. წამოდი. აი ახლა გიჩვენებ ქართული საბჭოთა პოეზიის პირველ კრებულს. პირველი კრებული? დიახ, პირველი კრებული. საბჭოთა. ცოტა ადრე რომ მოსულიყავით ახალგაზრდა პოეტებს ნახავთ. იცით სერგეი ესენინიც მოხვდა. გალაქტიონ ტაბიძე, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი. მუშებს ლექსებით კი წაუკითხეს პოეტებმა. მერე აი აქ გაჩერდნენ და მთელი საათი კამათობდნენ. წავიდეთ. გრევას, ონ გრევას, დაუნდებენ გრევას ძველისას. კარჩაკეტილი ცხოვრებიდან გავიდეთ მზეზე, ულმობელ ტრიალს ისტორიის მედგარი ბორბლის, რევოლუციურ საქართველოს, ნახტომს უდიდეს, უზარმაზარს, განსაცვიფრებელს, რევოლუციურს, ჯერ არ ნახულს, ჯერ არ გაგონილს, ვაშა ამ ახალ საქართველოს, ვაშა შენებას. გრევას, ონ გრევას, დაუნდობენ გრევას ძველისას. კარჩაკეტილი ცხოვრებიდან გავიდეთ მზეზე, ულმობელ ტრიალს ისტორიის მედგარი ბორბლის, რევოლუციურ საქართველოს. შენი მუშაობ? რა უნდა გააკეთო? რა შეგიძლია? ძლივს არ მოგნახეთ? დიდი მადლობა ჩემო ბატონო. ყველაფერი გაიამბავ. მამა თქვენისგან მოკითხვა და ეს ბარათი.
უნდა მოგახსენოთ ნამეტანის სიცხეა ჩვენს თბილისში. მამა თქვენი ცოტა მოწყენილი იყო უთქვენოთ, მაგრამ იმედი აქვს რომ მალე დაგვიბრუნდებით. ახლა თქვენ ჩემო ქალიშვილო ალბათ გაგიგვირდება ჩემი დანახვა. ქარხნის გაფართოებას ვაპირებ. ჩემთვის საჭირო მანქანები გამოჩნდა და ხელიდან ვერ გაუშვებ. ჩემიანად მიმაჩნი ხარ. და აქ სხვას ვის უნდა ვენდო. ამაში ჩემოგეთილო უცხოეთის ფულია. ვალუტა. პატივი მეცი და ხვალამდე შემინახე. არ შეგაწუხებდი შენს იგი სხვა გზა რომ მქონდეს. უზრდელობა ასე მალე წასვლა, მაგრამ რა სიძამ. ერთი კაცი მყავს, სანახავი. ხვალ მოგაგიქ. მაპატი დავიგვიანე. რამე ხომ არ შეგემთხო? დაღლილი ვარ. მოდი ვისაუბროთ. მუშა ხელის მოძრაობა. თბილისის შრომის ბირჟაზე აღრიცხულია. გაინტერესებს? 153 უმუშევარი. აქედან 102 მამაკაცი და 31 ქალი. გაგზავნილია სამუშაოზე 31 მამაკაცი და 10 ქალი. შენ არ გაუგზავნი ხარ? იმუშავებ და პატივისცემაში იქნები. ავჭალის შუშეულობის ქარხნის მუშა ვეტერანი დიმიტრევი უკვე 45 წელიწადია რაც მუშაობს. 45 წელიწადი ცეცხლსა და ორთქლში მუშაობა ეს ისეთი გრძელი პერიოდია, რომ უეჭველად საჭიროა მის საპატივცემულოდ მოეწყოს რაიმე საღამო ან დილა. აი საშინო საქმე ჩემო ირინა. ავჭალის ელექტრონის სადგურის აშენება გარდა ეკონომიური მნიშვნელობისა უდიდესი პოლიტიკური აზრით ენიჭება. ეს იქნება იმის ცოცხალი დადასტურება, რომ მუშათა კლასს შეუძლია არა მარტო განადგურება ძველი ბურჟუაზიული წყობილებისა, არამედ ახალი ცხოვრების შენობაც. თბილისის მუშები დღეს საფუძველს ჩაუყრიან ავჭალის ელექტრონის სადგურს. წყობრი რიგები და აფრიალებული რევოლუციური დროშები წავლენ ისინი იქ. საბჭოთა საქართველოს ყველა პატიოსანი მუშაკი და მეგობარი მიიღებს მონაწილეობას ამ დიად საქმეში. იმედია შენც მიიღებ. აბა გამოიცანი, ვინ მყავდა დღეს სტუმრად? ვერ გამოიცნობ. შენ გელოდი და ის გამომეცხადა. სიმონი პეროშვილი. პეროშვილი? დიახ, ჩემი სიმონი.
ისეთი გამოფრანტული ავთვალს არ ენახება. შავი კოსტიუმი, ყელსაბანი, ოფლის ღლარი, ჭარხალივით წამოთითლებული სახე. გამოგდია? შენ წარმოიდგინე რომ არა. მანქანები უნდა იყიდოს თავისი ქარხნისთვის და ფული მომაბარა. რა ფული? ვალუტა. პატივი დამდომენდო. ხომ არ იცრუა შენმა სატრფომ? თავს ხომ არ გიბრუებს? აქ მოსასვლელი საბაბი ხომ არ გამონახა? ახლავე მოვა, მეზობელს წამალი უნდა დავალებინო. მადლობთ. დადიშვილი. რატომ უნდა შეწუხდე ჩემი ფულისათვის? მადლობთ. მადლობთ. გივი. აპატიეთ უზრდელობა. დაუგითხავად შემოვედი. ჩაცმული რომ დაგინახეთ. რა მოგივიდათ, ავად ხომ აბრძანდებ? ეს პატივცემული უნდა გავისტუმრო და თუ შეიძლებოდეს. ხომ იცით რას გთხოვთ? თუ შეიძლებოდეს?
გაისერგე და ჩემი მობარებული დამიბრუნეთ. ამუცხოგაც ვაყოვნებ და მეც მაგვიანდება. თქვენი ფული აღარა მომპარს. მას მოგვარეს. აი და ქალიშვილა. ასეთი ახალგაზრდა. ეგ არაა თქვენი საქმე. სხვა ფული ხომ არა გაგვთ ბატონოსი? არა. მაშინ თუ არა გაგვთ ვერ ვიტან ცრემლებს. თავზარდაცემია ეს ამბავი. ჩვენ დავკარგეთ არა მარტო სხვისი ფული, არამედ რაც მთავარია, ჩვენი პატიოსანი სახელი. ჩვენ ვალდებული ვართ გადავუხადოთ ბეროშვილს მთელი თანხა. მაგრამ ჩვენი სახელი არაფერს არ დავსოგავ. უკანასკნელ პერანგს გავიხდი და თავს არ შევირწყე. არ შეშინდა შვილო. დაგიხსნი განსაცდელისაგან. დაგიხსნი. დავტოვოთ რა ეს სახლი, მამა. არავითარ შემთხვევაში. ეს ხომ გაქცევას ნიშნავს. ვიღაც ღვინით მოვაჭრემ დაბიომ უნდა დაგვამციროს? არავითარ შემთხვევაში. თავზარდაცემია ეს ამბავი. ჩემი გამოუცდელი ქალიშვილი თავისი ნდობის მსხვერპლი გახდა. იმ კაცმა თქვენ კი არა, მე მომტაცა ფული. ჩვენ მზად ვართ პასუხი ვაგოთ. დღეს რომ მოგართმევთ თამასუქს. მე ის კი არ მაშინებს, რომ დიდი თანხა უნდა გადავიხადო. არა. როგორ დავიხსნა ჩემი შვილი და საკუთარი თავი სიცხვილისაგან. რა სიტყვის ქვეყანა? ყველამ უნდა სთქვას, რომ კი, მაგრამ თქვენ გაიგაცო. სხვას რა ესაქმება ჩვენს ამბავთ? ნურსად იტყვით და არავის ეწოინება. ყოველთვის უგრძნობდი, რომ თქვენ კეთილშობილი ადამიანი ხართ. ძალიან ბევრი გააკეთეთ ჩვენთვის. ჩვენ ყველაფერს გამოისყიდით. ყველაფერს. ჩვენი აქ ყოფნა, ცხადია, არ არის სასიამოვნო თქვენთვის. გადავალთ სხვაგან. ხვალვე. დღესვე. თქვენი ქალიშვილი შინ არის? შეიძლება ვნახო. ხოლოდ ცალკე. ირინე, შვილო, იმას ჩვენი სახლის პატრონს შენთან საუბარი სურს.
მობძანდეს. ასე უნდა დაგარებულიყო თქვენი ქორწილი. მივქარე რომ დაგიჯერეთ და ხალხი არ მოვიწვიეთ. რას ვიღავ? დახკარი გაათანე. სინდალი ვიხარ, საწყალო შენ. მე შემხედე. ასეთი უნდა იყო, ხორცი უნდა გესხას, ძალა უნდა კონდეს. აბაზე უარესი წარღვნა იყო, ბატონო, ჩემი გარკვნის ბალავარს რომ ვჭრიდი. მუხლამდე წყალში ვიდექი. სახეში წვიმა მირტყამდა, მაგრამ მაინც არ შევეპუე. თვითონ ღრუბელი დაიწრიდა და გაიფანტა. ეგ ჩემს საქმეს არ მომხილები ვარ. სიცოცხლე კარგი ყოფილა. 30 წელიწადი ბნევს სარდაფში ვეგდე. სოროში მერჩივნა და სიგმი ვძვრებოდი. მორჩა, აღარ თავძვრები. ეს ღამე იმის ნიშანია, რომ ხომზე იქნება. ეს ღამე კი არა, ნათელია, ნათელი, სიმონ ფაბრიკანტი. რასაც ხედავ, ეხლა აქ შენია ყველაფერი. თუ კიდევ რამეს მოინატრებ, მოგიკვდეს ჩემი თავი, თუ მაშინ ვიარ გაგიჩინო. ოღონდ გაიხარე და გამახარე. მეტი არაფერი მინდა შენგან. დაღლილი ხარ, დაისვენეთ. სიამოვნებით უყურებდა მოფუსფუსე შარლოტას. ქალმა მოხდენილი მოძრაობით გაისწორა თმა, შემოტრიალდა და დაიღუნა. დარწმუნებული ვარ, ასე წამოწოლილი თქვენ არასოდეს არ დალაპარაკები ხართ თქვენს მეუღლეს. გრაფს გაეღიმა, წამოჩდა, წელში გასწორდა. ბოდის მოვიხდი ქალბატონო. ამჟამად თქვენი თავმოყარეობა არაფრით არ უნდა იყოს შელახული. ვინაიდან მარჯვენა ფეხი მარცხენაზე მაქვს გადადებული. თქვენ კი ჩემს მარცხნივ ბრძანდებით. ირინე. ასე უნდაო? რა წერია? არა, ფეხი პატივსაცემი პირისკენ უნდა გქონდეს მიმართული. ესე იგი ასე? ფეხის ფეხზე გადადება ჩვენში არ არის მიღებული. ეს ევროპული ჩვევა. ჩვენ ქართველები აი ასე ვჭდებით. ერთში ასე იჯდა მომღერალი. რა გაცინებს ნესტორ? რამ გირ შენი დასაცინი? თეატრი თვალითაც არ გინახავს. რა გაყვირებს? შენი ყმა კი არა ვარ. შეხედეთ ახლა ამას. ძველი დრო ხომ არ გონია, ასე რომ მიბრიალებ თვალებს. რა გინდა ნესტორ ჩემგან? გაჭმევ, გასმევ, გინახავ. სხვა რა გინდა? ახალი ხელისუფლება გინახავს, აბა? პატივის სემა მინდა. კაცად რომ თვლიდე, ადამიანად ის მინდა. აბა მარტო ჭამას მისთვის კი არ გაუჩენი ვარ, მამაზე ციებს. წადი ნესტორ. დაისვენე. რა უნდა ამხავ ჩემგან? ვის რას უშავ? ჩვენია ყველაფერი, ხალხისაო. კი ბატონო, იყო. ოღონდ მე ჩემსას ნუ მიგარგავენ.
შრომით და ოფლით მოგოებულს. რა სიტყვი მერაბ? დროა ჩვენი შუშის ქარხანა ავაგოთ. თბილისში უნდა წავიდე. ქალაქ საბჭო კვალიფიკაციის სასამართლოდ მგზავრს. საბჭო? საბჭო შენთან რომ გამომიძახეს და შემომთავაზე. არ უნდა გამოგებინო? ვინ გითხავს საბჭო ჩემს საქმეს შეერევს? არ მჭირდება მე შენი კვალიფიკაცია? გადაწყვეტილია. ვინ გადაწყვეტ? მეტი და უთხარი გადავიფიქრე თქო. ოცნებაზე ვარ ითქვა? შენი ოცნება ფეხებზე მგიდია მე. ადამიანი გაგხადე ქვეყანაში გამოგაჩინე და ამდენი სიკეთე წყალში გინდა გადამიყარო. გამომიყენე ყველაფერი და ახლა სინდიზი აიღე ხელი ხო? ჩემ სინდის თუ შეიძლება ნუ შეეხები. ნუ ცანგარის მოვთხოვთ ერთმანეთს. ვინ ვის იყენებ და ჩემზე უკეთ მოგეხსენება. მაგერი გეცუდავება? მოგიმატ? მერაბ ნუ დამიკარგავ ამდენ ამაქვს ხომ იცი მე შენზე ახლობელი არავინ არ მყავს. რაში დაჭირდა ქალაქის საბჭოს შენი გაგზავნა? სხვებსაც გზავნიან. სხვებს? სხვებმაც არ უნდა ემუშაონ, აქ ქარხანა ერთი. ახალს ააშენებენ. ახალს ააშენებენ? ამას იცხედარ. საერთგარდი ხარ. შენზე თუ ნახავთ. შენი სახსენებელი არაა ის. რას მელაპარაკები? ის თავქარიანი გოგოა სახელს რომ გიტეხს. რას ატარტალებ ახლა მაგენას? ხომის არ დაგიჯერებ მაგას. არ დამიჯერებ და დაგიდგება თვალები. ქვეყნის სასაცილოდ იხდი თავს. პირში არ გეუბნებიან თორემ. იმ ჟანის კეჯობი ხარ კაცოდით. არ ხარ ღირსი, მაგრამ მაინც შემდგივა შენზე გული. გაწუხებთ, მაგრამ დაბრძანდით. გასაჭირმა მომიყვანა. რა გნებავთ? გისმენთ? გაჭირვებაში გავიზარდე. თქვენ არ იცით რა გაჭირვება. ჩემი ახალგაზრდობა შრომას შევალიე და ესაა ძლივს კაცი გავხდი, რომ ახლა ყველაფერი მესპობა. ყველაფერი მინიავდება ოფლი და დაგვით შეძენილი. მაგრამ მე მაინც არ მესმის. ისე ბრძანეთ ღვინის ქარხანას ვაშენებთო თითქოს აქ არაფერიაო. ყავს მჭრით ბატონო და მაგ ქარხანას შევალიე ყველაფერი. ეგ არის ჩემი სიცოცხლე და იმედი. როგორ შევეჯიბრო მე სიმონ ბეროშვილი მთელ ქალაქს ბატონო. კი მაგრამ რაშია საქმე? ვერაფერი გამიგია. რა გნებავთ? ისმნებავ შემო ბატონო რომ არ გამომისვათ დანა ყელში. ნუ აშენებთ იმ დასაქცეულ ღვინის ქარხანას. მსახურად დაგიდგებით ბატონო. ეს თქვენი ნახაზები ქაღალდია, სხვა ხომ არაფერი. აქ კი ადამიანის ცხოვრება წყდება. მეც მთელი ცხოვრება შევალია ამ ქაღალდებს. მერე ვინ დაგიფასა ბატონო? რა იყო თქვენი შრომის ნაყოფი? განათლებული ადამიანი ბრძანდებით, მეტი გეკუთვნით. გატყობთ ზედმეტი დაგილევია. მე უფრო მეც გავაკეთებ თქვენთვის ბატონო. გაეთრიეთ აქედან.
საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა. სალამი. სეირნო? თვარე ის სიაჭყეც თვალებს რომ სახლში რა გამაჩერებდა. ირინე, სიმონი არ დაბრუნებულა? ქუჩაში დავინახეთ ვეღარ. ნასვამი იყო მგონი. შენ კი აქეთ გამოსწიე. როგორც ხედავ ჩემო ძვირფას. თვარიანი ღამი არ გაძინებს? თვარე თბილისელებს უფრთხობს ძილს. შენ კი ჩვენი ხარ, ჩვენი. საღამომშვიდობისა, ბატონებო, საღამომშვიდობისა. სალამი. საღამომშვიდობისა. რა სიმპათიური საზოგადოება შეგრებილად. თვარე არ აძინებს ხალხს, თვარე. ეს მთვარე მართლაც საუცხოო რამა. მოუსვენარ სიყვარულს მიღვიძებს გულში. ასია. შეჩვია ტანჯასული და ჯოჯოხეთის სერწყულში დამთვარ დაგული შევეჩვიე ჭირს ბაებას მარადი შევეჩვიე რაც მიჩანს ხანღრიც რემსავ ხანვიცინი დავსტივი ვიღებ ჩონ გურს დაზედასე დამღერი დევიტანჯოვი აქამდის ამაზერმეს რაღაც მიზამსაძი ეთნიერი ადამიანი ბრძანებით უნდა ხალისიანი დარც თავი არ უნდა დაუდო ჩემო ბატონო თორე ხომ არ შეგაწუხეთ ჩემი უშნო ხიკენით პირიქით ძალიან სიამოვნებს ეგეთ ჩემი ბები ქვეყანაზე არავის არ მაწუხებ ყველა მადლიერი მყავს სუბუქად დამატარებს მიწა და ჩემი წასვლის დროა დაიცა ჩემი მოსვლა გეძღინა როგორ გეკადრება უგადრისა ჩემი ქცევი უკადრისი რა გავაკეთე რა მართალი გაცივით მელაპარაკება სხვა ადგილი და სხვა მოსაუბრე ვერსად ნახე ხომ კარგია სიმონ გეყოფა რატმარ თავი მომჭრეს ქალაქში ვიგინდარების სალაპარაკო გავხდი წადი ახლა და ხვალ ვილაპარაკო გესმის შენ უნდა ამიგდო მაცხრად მოწილეთ ხომ ხედავთ გულს არ არის მაგრამ რა სერჩი ამ კაცრა რა დაგიშავა გადი შენ გირჩევნია ჩუმად იყო გონზე მაშინ არ ვიყავი როცა გითხოვე ქურდი ხარ დედაკაცო შენ წაიღე ის ფული თქვენ თურალი ხართ წავიდეთ შუა ისერში წამიგირეს ხელი სიმონ ბეროშვილი არავის წინაშე არ დაიჭობე როგორ გეკადრება რა სათქმელია ეგ მოიტა ბეროშვილი იხდის ფულს მოიტა თურმახარ შენი ჯერი კარგი
შედი ახლა დამშვიდი. დავწადე. დაჯექი და მიჯერე. თუთი ყუთი მომეცი. ნუ დაინანე. შესარიგებლად მინდა მივართვა ცოლს. კი ბატონო, კი. კარგი. ოღონდ ახლა თუ კაცი ხარ დამშვიდი. ლელე ქემიკალია ქარაფერჩუეში ვან არ იცით რა ბოღმა ამ გულში გამიძიე ძმობა. წამოდი ჩემთან. შედი კაცო, უგერიდება. მომეცი აქ და შედი კაცო. შედი, მიდი გამედე, მიდი. პირველი შეცდომა ყველას ებადიება. მithumedes ახლობელს. ირინე. ღმერთია მოწამე რომ გელეონი რომ შევიდეს დამანებებას თავი. შედი გაფიცებ. მე რა უნდა უთხრა იმ ადამიანს თუ კაცი ხარ შედი. მიდი.
ირინე, გეძახის. რაღაც ოქროს ნივთები გაგიყიდია. მართალია? დიახ. რაში დაგჯერდა? ვალდებული არა ვარ ანგარიში ჩაგაბარ. გთქვენობით მელაპარაკები ჩეგალო. მართალია ნაწყენი ხარ ჩემზე, მაგრამ ამიტომ გონება ხომ არ უნდა დაგარო. ახლა არ მიცალია ავატყოფი მელოდე. ვერსად ვერ წაყვალ კაცი გელაპარაკები და უნდა მომისმინო. რა გნებავ ჩემგან? რატომ გაიტანე სახლიდან ნივთები? ეს მხოლოდ მტერ შეეძლო ეკნა ჩემთვის. ამით ხომ სახელს მიდეხავ? უფლებაც არ ქონდა რომ გაგეყიდა, ჩემი საკუთრება იყო, მე გამოვისყიდე მევახშისაგან. ეს ნივთები დაგირავებული არ მქონია. დიახ. გონი მეტი არაფერი მართებს თქვენ. ვერსად ვერ წახვალ. არაფერი მართებსო. გმართებს. ყველას გაქვს ჩემი ვალი, ყველას. მეგობარი არ მყოლია და ახლობელი. ვინ მახვევია ირგვლივ? აქეთ-იქეთ რომ მიტრიალებენ და ძმობას რომ ეფიცებიან. ყველა ნაკიდი მყავს, შენც გიყიდე, ქალბატონო. ახლა ქონება მეცლება ხელიდან. და გარბი ხარ რა? მამის გარდაცვალების შემდეგ დავტოვე პატარხე. ვაკანზე გამცილებლები დამხდნენ. პირველად ვიგრძენი რომ შევეჩვიდე და შევიყარე ეს კეთილი გულმართალი უბრალო ადამიანი. კიდეც მენანება მათთან განშორება. ვიცი სამუდამოდ ვტოვებ პატარხებს. ისიც ვიცი რომ ჩემი წასვლა წარსულისკენ დაბრუნება კი არ არის. არამედ პირველი წუთებია იმ ახალი ცხოვრებისა, რომელიც ხვალიდან დაიწყება. მეც იმედით და რწმენით ვეგებები მას. ახლა მჯერა რომ თუ ცხოვრებას პატიოსნად გაუწვდი ხელს ზურგს არ შეგაქცევს. მეგობარივით გაგიღებს კარებს და თავის კერასთან გაგათბობს.